2 აპრილს აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე აღინიშნება. ეს გადაწყვეტილება 2007 წლის 18 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ანსამბლეამ მიიღო. მისი მიზანი არის გაიზარდოს საზოგადოების ცნობიერების დონე და ხელი შეუწყოს აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვას. აუტიზმი მიეკუთვნება ნეიროგანვითარებითი დაავადებების ჯგუფს და ხასიათდება სოციალური ურთიერთობების, კომუნიკაციისა და ქცევის სირთულეებით. ამ დღესთან დაკავშირებით გურჯაანში მშობელთა და ბავშვთა ინტერესების დაცვის ასოციაცია დიამ ღონისძიება გამართა. ეს დღე მოიცავს ცნობიერების ამაღლება საზოგადოებაში აუტისტური სპექტრის საშუალების მქონე ბავშვებზე. ჩვენი დღევანდელი ღონისძიება იმართება ორგანიზაცია დიათი. ჩვენ ვიცით გამსახურებით ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამით და ასევე მუნიციპალური პროგრამით 7 წლიდან ზევით. ემსახურებით ბავშვებს როგორც ქცევის მიმართულებით, ასევე ენისა და მეტყველების ადრეული ინტერვენციონისტი მუშაობს და ასე შემდეგ. დღესდღეობით ცენტრში არის 300-ზე მეტი მომართვიანობა და აქედან 150 ბენეფიციარს უკვე უწევთ მომსახურებას. ახასიათებს აუტიზმს, ეს არის საკუთარ თავში ჩაკეტილობა, ბავშვები გაურბიან სხვებთან ურთიერთობას, გაურბიან სოციუმს, ასევე არ რეაგირებენ საკუთარი სახელის და ძახილზე, პატარა ასაკში არ გამოხატავენ ისინი ემოციას, არ პასუხობენ ღიმილზე ღიმილით. ძირითადი პრობლემა მაინც არის ჩაკეტილობა, თუმცა სხვა პრობლემებიც შეიძლება იჩინოს, თავი როგორიც არის კოორდინაციის დარღვევები, მეტყველების სირთულე, ქცევითი აშლილობა და ასე შემდეგ. და ეს სიმპტომატიკა მუდმივად საჭიროებს ყურადღებას, მუდმივად მოითხოვს ბავშვის ჩართულობას და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვი დროულად ჩაერთოს ადრეული ინტერვენციის სისტემაში, რადგან მოგეხსენებათ, ადრეული პრევენცია ყოველთვის მნიშვნელოვანია ყველა დიაგნოზის დროს და მათ შორის აუტიზმის დროს.